მარსი გადავიდა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში და ეხლა ჩვენი მოქმედების მთავარი მოტივაცია იქნება ოჯახი, სახლი, უსაფრთხოება და ემოციური დაცულობა. ეს პერიოდი შეიძლება წამოიწიოს ოჯახური საკითხები, ძველი წყენები, დაუმთავრებელი ემოციები. ამ პერიოდში გაჩნდება სურვილი დავიცვათ საკუთარი ადამიანები და ის, რაც ჩვენთვის ასევე ძალიან ძვირფასია. მაგრამ აუცილებლად ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩუმად დაგროვილ ბრასთან, შეიძლება მოულოდნელად იფეთქოს ამან და ამან გამოიწვიოს დაპირისპირებების ალბათობები. ყველაზე მეტად ეს ტრანზიტი სასარგებლო იქნება კირჩხიბებისთვის, მორიელებისა და თევზებისთვის, განსაკუთრებით პირადი საქმეების, ოჯახური საკითხების გადასაწყვეტად. კარგი პერიოდია სახლის მოწესრიგებისთვის, ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე დადებითად იმოქმედებს მიწის ნიშნებზე, როგორებიც არიან კუროები და ქალწულები, ხოლო თხის რქებს რაც შეეხება, შესაძლებელია ემოციების ფონზე მოხდეს დაპირისპირებების ალბათობები, განსაკუთრებით პარტნიორებთან. პარტნიორებს განვიხილავ როგორც პირადი, ასევე საქმიანი კუთხით. ამიტომ ამ პერიოდში თხის რქებო აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი ემოციურობა. მთავარი რჩევა იქნება ნუ იმოქმედებთ წყენით, იმოქმედეთ იქიდან, რაც შენთვის ნამდვილად ასე ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ.